კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისათვის. დამახასიათებელია კონსერვატულობა, გარკვეული სიჯიუტე. ასეთი ადამიანები ხშირად ეწინააღმდეგებიან გარედან თავს მოხვეულ ნებისმიერ ცვლილებას, იმიტომ რომ მათ აქვთ მიდრეკილება საკუთარი ჩვევების შენარჩუნებისა. მაგალითად, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ხშირად ზრდასრულ ასაკშიც კი ინარჩუნებენ ზოგიერთ ისეთ ჩვევას, რაც ბავშვობის დროიდან არის მათში ჩამოყალიბებული. ანუ საკუთარი ჩვევებისადმი ერთგულება ასეთ ადამიანს ქვეცნობიერად აძლევს შეგრძნებას სიტუაციაზე მაქსიმალური კონტროლისა. თუმცა მართალია კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ეწინააღმდეგებიან გარედან თავს მოხვეულ ცვლილებებს, მაგრამ თავად როდესაც ეს დასჭირდებათ, ძირეული ცვლილებები შეიძლება გაატარონ თავის ცხოვრებაში. ამ ადამიანების ყველაზე ძლიერი თვისება ეს არის მაქსიმალური პრაქტიკულობა. ის არასოდეს არ დაიწყებს მოქმედებას, თუკი არ გრძნობს ან არ ხედავს, რომ მის მოქმედებას შესაძლოა რაიმე პრაქტიკული შედეგი მოყვეს. და როდესაც ამას ხედავს, რომ მისმა მოქმედებამ მოსალოდნელია მას პრაქტიკული შედეგი მოუტანოს, აი მაშინ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი მაქსიმალურ შრომის უნარიანობას ავლენს. ზოგჯერ გარშემო მყოფებს არასწორად გონიათ, რომ ეს ადამიანები ზარმაცები არიან. არა, ისინი მართალია კომფორტის მოყვარულები არიან, უყვართ კომფორტი, მაგრამ ის არასოდეს არ იმოქმედებს ცარიელი იდეის გამო. ის დაიწყებს მოქმედებას, როგორც ზევით აღნიშნე, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად ხედავს ან გრძნობს, რომ ამ მოქმედებამ მოსალოდნელია მას პრაქტიკული შედეგი მოუტანოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პიროვნებები სერიოზულ წარმატებებს აღწევს ფინანსურ და მატერიალურ სფეროში, ფინანსურ და მატერიალურ სიმდიდრის და ქონების დაგროვების სფეროში. იმიტომ რომ ზუსტად მათი ეს თვისება განაპირობებს, რომ ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკულად მოქმედებს, პრაქტიკულ ნაბიჯებს გავს და შესაბამისად ფინანსურ და მატერიალურ სახსრებს აგროვებს. აგრეთვე ისინი ძალიან კარგი შემფასებლები არიან. მაგალითად, ხელოვნების სფეროში ბევრი კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ექსპერტი, წარმატებული ექსპერტი მოღვაწეობს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ნივთის შეფასება სუფთა ინტუიტიურ დონეზეც კი. თუკი კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს რაიმე მოეწონება, ის ნამდვილად ძვირფასია. შესაბამისად, რასაც კი შეიძენენ ისინი თავისი ცხოვრების გზაზე, შემდგომში მოსალოდნელია აი ამ შენაძენზე საგრძნობლად გაიზარდოს ფასი. ბევრი ადამიანი კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული გამდიდრდა საკუთარი კოლექციის ხარჯზე, რაღაცას აგროვებდა თავის ცხოვრების მანძილზე და საბოლოო ჯამში ამ კოლექციამ რაღაც ფანტასტიკური ფასი მიიღო. ისინი არიან ფულის დაბანდების ოსტატები. ქვეცნობიერად ყოველთვის გრძნობენ. მათი ინტუიცია, გონება, მიმართულია ერთი მიმართულებით. თუ კი ფულს რაიმეში დააბანდებენ, ისინი გრძნობენ, რომ უეჭველად აი ამ დაბანდებებმა მოსალოდნელია მას მოუტანოს კარგი ფინანსური მოგება. ამიტომ ყველაზე კარგი მრჩეველები ნებისმიერი ადამიანისათვის ფინანსური დაბანდებების სფეროში მოსალოდნელია კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პიროვნებები აღმოჩნდნენ. მათი ესეთი მენტალური თვითრეალიზაციის საუკეთესო სფეროები ეს არის ფინანსები, საბანკო საქმე, ფინანსური დაბანდებები, ბიზნესი, რომელიც დაბანდებებთან არის დაკავშირებული, ინვესტიციებთან დაკავშირებული ბიზნესი. მოსალოდნელია სერიოზულ წარმატებებს მიაღწიონ ხელოვნების სფეროშიც, იმიტომ რომ ვენერა, კუროს ზოდიაქოს მმართველი პლანეტა, მათში იწვევს ისეთ უნარს, რომ მათ აქვთ ნიჭი შეიგრძნონ კოსმოსში მიმდინარე პროცესების ჰარმონია და შემდგომ ეს ჰარმონია ხელოვნების სფეროში საკმაოდ ლამაზად გამოხატონ. ვენერა აგრეთვე მართავს იურისპრუდენციის სფეროს, ამიტომ მოსალოდნელია ამ ადამიანებს გაუმართლოს იურისპრუდენციის სფეროში. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების რჩევები მეტად სასარგებლო იქნება ნებისმიერი სადავო საკითხების მოგვარებისას, იმიტომ რომ მათ აქვთ უნარი ჩარევით ამ სადავო საკითხებში ჰარმონია და წონასწორობა აღადგინონ.
რაც შეეხება ამ ადამიანების ნეგატიურ მხარეს, ეს როგორც თავიდან აღნიშნე, არის სიჯიუტე. ხშირად შესაძლოა გარემოებები მეტად სასიკეთო ცვლილებებს კარნახობდეს მას, მაგრამ ქვეცნობიერად ის ყოველთვის ეწინააღმდეგება ცვლილებებს და ამის გამო ხშირად ხელიდან უშვებს წარმატებების მომტან საუკეთესო შესაძლებლობებს.